ხება სანქციებს ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ვინმეს დასანქცირება, მით უმეტეს საქართველოს მოქალაქეების ამ ხალხმა, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული რეჟიმი, ქართული ოცნება, თავად გამოუტანეს განაჩენის საკუთარ თავს და ყველა რეჟიმის მსახური, ვინც ძალადობას ამართლებს, უნდა იყოს სანქცირებული. მე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ჩვენი მიზანი, ყველა მოძალადემ, რომელმაც გაამართლა, ან ხელი აღმართა, ან გაამართლა ძალადობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა ეს განაჩენი. მაშინ რატომ არ წერია ეს თვითონ სიაში? მხოლოდ სხვადასხვა მიზეზები წერია, ანუ მსგავსი ესეთი მიზეზები არ არის. თქვენ იცით ევროპარლამენტის გადაწყვეტილება რეჟიმის სანქცირებასთან დაკავშირებით, იყო მოთხოვნა ახალი არჩევნებთან დაკავშირებით, არის მოთხოვნა რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და მოძალადეების დისკომფორტის შექმნაზე, ანუ დასჯასთან დაკავშირებით. ეს არ არის ცალკეული ქვეყნის გადაწყვეტილება, ეს არის საერთო დემოკრატიული ქვეყნების გადაწყვეტილება, დემოკრატიის და მოძალადეებისთვის დისკომფორტის შექმნა. გავრცელებული ინფორმაციით მე არა ვარ ასე ღმად ჩახედული პირდაპირ გეუბნებით ამ საკითხში, სიასთან დაკავშირებით, თქვენ გჭირდებათ შეთქმულების თეორიები, თქვენ გჭირდებათ მტრები იმისთვის, რომ რეალური პრობლემა, რომელიც აქვს საქართველოს მოქალაქეს, ამაზე არ ვილაპარაკოთ. არ ვილაპარაკოთ ძალადობაზე, არ ვილაპარაკოთ ასობით ათასი ადამიანი რომ გაიქცა ქვეყნიდან, არ ვილაპარაკოთ რომ ქვეყანა იზოლაციაშია, არ ვილაპარაკოთ რომ გურიაში 5 დღის მერე გაახსენდათ მოქალაქეები, რომლებიც სტიქიაში მოყვნენ. ამაზე რომ არ ვილაპარაკოთ, ამიტომ გჭირდება მტრები. ყველა დიქტატორს ჭირდება ეგრეთ წოდებული მტრის ხატი და თქვენი ეს განცხადება ემსახურება ახალი მტრის ხატის შექმნას. ახალი მტრის ხატის შექმნას. ინფორმაციით NGO-ებთან, ანუ ამ სიის შექმნაში მონაწილეობდა ოპოზიცია. თუ იყავით ჩართული და რა შეიძლება გითხრათ? მოდი დიდი სურათი დავინახოთ. თქვენი ამოცანა, რეჟიმის პროპაგანდის ამოცანა არის, რომ შექმნათ მტრის ხატი იმისთვის, რომ გადაიფაროს ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემები. ამის ნაწილია ოპოზიცია ცუდია, ამის ნაწილია ტელევიზიები კრიტიკული ცუდია, ამის ნაწილია ვინც აკრიტიკებს დასავლელი პატრონები ცუდია, ამის ნაწილია არასამთავრობო ორგანიზაციები ცუდია. ორ ნაწილად, აი ბიზნეს წარმოდგენაში არის საქართველოს შავ-თეთრი, არის მისი მსახური მონები და არიან მტრები. ეს არის ძალიან ცუდ საქმეს ემსახური. მე არ მაქვს პრობლემა, ვაღიარო რომ დიახაც მხარს უჭერ ყველა მოძალადის, ვინც ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის თქვენ კოლეგა ჟურნალისტებზე იყოს დასჯილი. ერთად არ აღვდით აი ამ სიას გიგაურთან ერთად არ მუშაობდით ოპოზიციაში. თქვენი ამოცანა პროპაგანდის არის შავ-თეთრი საქართველოს შექმნა, სადაც არიან ივანიშვილის მონამსახურები და მტრები და მე ასეთ საქართველოს არ მინდა, მე მინდა თავისუფალი მოქალაქეები. საქართველოს, სადაც ადამიანებს არ ყოფთ სახურებად რეჟიმის და აგრესიული აგრესია მე პასუხობთ ეს ემსახურება კიდევ ერთხელ ვამბობ მტრის ხატის შექმნას, რომ თქვათ, რომ აი ტალახაძე პირიქით კი არ ამართლებს ძალადობას, ან რეჟიმმა კი არ დაარბია აქციები და რეჟიმმა კი არ აწამა ხალხი და რეჟიმმა კი არ დაუმტვრია სახიძულები ხალხს, არამედ უბრალოდ ბოროტმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შექმნეს უსამართლო სია. ეს არის პროპაგანდა. აგრესიულობით გამოირჩევა, ეს შეიძლება იყოს სანქციის მიზანი. ან სადნახეთ ტალახაძის აგრესიულობა. მე ყველა სიტყვას ძალიან დიდ ფასს ვაძლევ და უფრთხილდები და ასეთ რამე თქვი. ვინც არის რეჟიმის მსახური, ვინც ამართლებს ძალადობას, ვინც აძლიერებს რეჟიმს, იმ სიაში არ ვიცი. გამჭვირვალობის სიაში წერია, რომ აგრესიულობით გამოირჩევა. გამჭვირვალობის სიას, ამიტომ დასანქცია. გამჭვირვალობის სიასთან დაკავშირებით, გამჭვირვალობის სიასთან დაკავშირებით, პასუხი უნდა გითხოთ გამჭვირვალობა. ჩემი პოზიცია, გაითქვენ, ეს შეიძლება იყოს მიზეზი. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი არა. ისიც საკმარისია, რომ რეჟიმის ძალადობრივ ქმედებას ამართლებს ადამიანს. სადნახეთ აგრესიულობა. ყოველთვის ტალახაძე არ მაინტერესებს ქართული ოცნების ნებისმიერი მსახური, რომელიც ამართლებს ძალადობას, მას უნდა შეექმნას დისკომფორტი. არის თუ არა ორმაგი სტანდარტი ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ დასანქცირება საქართველოს მოქალაქეების, მაშინ როდესაც ომის დაწყების შემდეგ ისინი აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და ამის შემდეგ რუსეთთან ნავთობისა და სპირტიანი სასმელების ვაჭრობის მაჩვენებელი მათ გაზარდეს. ეს არის ისევე კიდევ ერთხელ მტრის ხატის შექმნის სტრატეგია, რაც გითხარით, მეგობარი გამოაცხადო მტრად და ქვეყანაში რა პრობლემებიც არის, ამაზე პასუხისმგებლობა არ მოთხოვოთ რეჟიმს. ეს არის ამ პროპაგანდის ნაწილი, ეს პროპაგანდა ჩვენ ამოხსნილი მაქვს, რამდენიც არ უნდა მკითხოთ, რაც შეეხება ლიეტუა, ლატვია, ესტონეთს არიან
ნატოს საქართველოს გაწევრიანების თავარი მხარდამჭერები, ევროკავშირის საქართველოს გაწევრიანების თავარი მხარდამჭერები, არ აღიარების პოლიტიკის თავარი მხარდამჭერები. ირანი არც აღიარებს ფაქტიურად, ჩინეთი არ აღიარებს, ჰეზბოლა და ჰამასზე არ მოხლაპარაკს. აი თქვენი მეგობრები და აი ჩვენი მეგობრები ამის მიხედვით განსაზღვრეთ. ყველა ესეთი მოძალადე რეჟიმი, პირდაპირ ვთქვათ, რომელიც ეჭქვეშ აყენებს ჩვენს სუვერენიტეტს, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის თქვენი მეგობარი, რეჟიმის მეგობარი. ხოლო ჩვენი მეგობრებია, ვინც აღიარებს ერთიან, ძლიერ, სუვერენულ საქართველოს. ნაციონალურ მოძრაობას რატომ არ ეკრიტიკებდნენ მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებები ირღვეოდა და ამას სტრასბურგის სასამართლო ამბობდა, რატომ მაშინ არ ეკრიტიკებდნენ ნაციონალურ? არც ერთი კითხვა არ დაგისვიათ. ქვეყანა არის იზოლაციაში, არის საფრთხე რომ კიდევ უფრო გაღმავდეს ეს იზოლაცია და თქვენ კითხვას მისვავთ 20 წლის უკან რა ხდებოდა იმ საკითხზე მაშინ როცა ყველამ ვიცით რომ 5 დღის უკან ამ რეჟიმის მავნებლური დამოკიდებულების გამო, იმიტომ რომ ხალხს არ აღიარებენ სუვერენად, აღიარებენ ბიძინას, დატოვეს სტიქიის ზონაში უპატრონოთ ხალხი. ამაზე კითხვები არ გაქვთ და მეკითხებით 20 წლის უკან რაციონალ როგორ აკავშირებთ ან სადნახულობთ ამ ინფორმაციას რომ 20 წლის უკანდელ ამბავზე ეხლა უნდა გიპასუხოთ. არ მაინტერესებს მოკლედ. ჟენევის მოლაპარაკებებზე მინდა გკითხოთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იზოლირებული გადაადგილებული პირებისა და თაობების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება იყო ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი თემა, თუმცა რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დაიწყო საუბარი ამის შემდეგ. ზოგადად რა ხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასეთი საერთაშორისო ფორმატების შენარჩუნება. ამის ავანგარდში ამ ფორმატების არის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი პარტნიორები, არაღიარების პოლიტიკის ფლაგმანი არის ამერიკა და ევროპა. ბუნებრივია ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორებთან ერთად ყოფნა რუსეთთან მოლაპარაკების დროს. ამიტომ რუსეთი არის აგრესორი და ის არასდროს პირობას არ ასრულებს თუ არ დგას შენს უკან დიდი ძალა. თქვათ, გაიხსნა აფხაზეთში, ეგრეთ წოდებულ აფხაზეთში, აფხაზეთის რესპუბლიკაში რკინიგზა, გაიხსნა ავიამიმოსვლა, ამაზე არანაირი განცხადება ფაქტიურად არც ერთი მაღალი რანგის სახელმწიფო ჩინოსას ეგრეთ წოდებულ ქართული ოცნების არ გაუკეთებია და ეს არის ანექსიის პროცესი, რომელიც ხორციელდება ქართული ოცნების თანხმობით. სამწუხაროა, რომ ასეთ ისტორიულ გზაგასახარზე როცა ვართ, ყავს რეჟიმი, რომელიც არ გამოხატავს საქართველოს ინტერესს. პროკურატურაში მიმდინარეობს არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ისწრებს მოთხოვეს პარალელური დაცვის შედეგები. თუ მათი აზრით არჩევნები იყო გაყალბებული, მაშინ რატომ აწარმოებდნენ პარალელურ დაცვას და რა მიზანი ჰქონდა შედეგების არ გამოქვეყნებას, სანამ პროკურატურამ არ მოთხოვა? ისევ კონსპირაციაში წავედით, მარტივად არის საკითხი სინამდვილეში, არანაირ გამოძიებას პროკურატურა არ აწარმოებს, ეს არის ფარსი. პროკურატურას გამოძიება რომ უნდადეს, უნდა დაინტერესებულიყო პირველ რიგში იმ საკითხით, როცა მივედით ყველა არჩევნებზე, მათ შორის თქვენ და ბიულეტენი იყო გამჭირვალე, ყველა აღიარებს ამას, ვინ იყიდა გამჭირვალე კალმისტარი, ეგრეთ წოდებული საწერი საშუალება და ვინ დაბეჭდა გამჭირვალე თაბახის ფურცელი, რომელზეც ხდებოდა ხმის მიცემა. ყველამ ნახეთ, მეც მაგალითად ჩემი ხმის მიცემა იყო გამჭირვალე, იმიტომ რომ ძალიან კარგად სანამ არიზე იმეთ და მომისმინეთ ერთი წამი, მომისმინეთ. გეტყვით, მე გამოძიებაზე გეკითხეთ, თქვენ გამოძიებაზე მეკითხეთ და გეკითხებით, გამოძიება დავიწყოთ, ვინ შეიძინა ეს გახალდი და ვინ მოიტანა საშუალება საწერი, რომელიმაც გამჭირვალე გახადა არჩევნები. რაც შეეხება გაყალბებას, არჩევნების მთავარი პრინციპი. არჩევნების მთავარი პრინციპი არ არის ისვედი გამოაქვეყნებს თუ არა შედეგებს. არჩევნების მთავარი პრინციპი არის ფარულობის დაცვა. როცა ფარულობა ფუნდამენტური პრინციპი დაიღო და არჩევნები გახდა გამჭირვალე, სარკისებური, რა ვიცი, როგორც გინდა დაარქვით. როგორ შეიძლება გამოძიება არ მიდიოდეს ამაზე და პასუხს თხოვდეთ ისვედს, რატომ არ გამოაქვეყნა შედეგები? არ ვიცი, ძალიან წავედით ისევ კონსპირაციაში, ისევ წავედით ტრისხატთან. ანუ კონსპირაცია და ტრისხატია გეუბნებით კონკრეტულ მაგალითს, რომელიც 2 მილიონამდე მოქალაქემ საქართველოს საკუთარი თვალით ნახა მოქალაქემ, ვინც მივიდა უბანთან, რატომ არ დაპოსტეთ?
ან რატომ არ თქვით ინტერვიუში? რა უნდა გვეთქვა? ხალხო არ მოხვიდეთ არჩევნებზე, ხოცები კითხულობენ თქვენ ხმას, თუ რა უნდა ვეთქვა? მესმის გასაგებია, ხო გაიგეთ ჩემი პოზიცია. არ მონაწილეობ თქვენს პროპაგანდაში მტრის ხატების შექმნის შესახებ. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს. ვიდრე გადავალ თვითმმართველობის არჩევნებზე, ხალხი არის ქუჩაში 100 დღეა ლამის და ითხოვს ხელახალ სამართლიან არჩევნებს. მე მგონი ეს დგას დღის წესრიგში, სხვა საკითხებზე ჩვენ დღეს არ ვჯელობთ. აბსურდია ქართული ოცნებისთვის თვითმმართველობის არჩევნებზე მზადებაზე საუბარი, როცა ერთი ტრაქტორიც არ მოაჩნდა, რომელიც გზას გაწმინდავდა გურიაში. ასეთი ხალხი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დათვართო რო იძახის, ტრაქტორი არ ყავთ ერთი ნაყიდი თოვლის გასაწმენდი და ესენი არიან თურმე თვითმმართველობის მათ ჩვენ განვიხილავთ მარტო ერთ ფორმატს პირდაპირ გეუბნებით ხელახალი არჩევნების დანიშნის შესახებ. ეხლა ჩვენი წარმომადგენლები, მათ შორის გიორგი ვაშაძე ოპოზიციიდან, ასევე ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია იყოფებიან ბრიტანეთში და მათ შორის პარტნიორებთან ერთად განიხილავენ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, რატომ? იმიტომ რომ რეჟიმს ჩაკეტილი აქვს ევროპასთან ურთიერთობა და საქართველოს ინტერესს უცხოეთში გამოხატავენ პოლიტიკური პარტიები. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ახალი არჩევნების საკითხი საერთოდ არ განიხილება და ოპოზიციას მოუწოდებთ, რომ მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ანუ რეალურად ახალი არჩევნების საკითხი არ დგას დღის წესრიგში, ხო? ანუ რეალურად მოდის თვითმმართველობის მე მაქვს რჩევა, მესმის ყველაფერი. შიდა პრობლემებზე საუბარი არ არის თქვენი დღის წესრიგის ნაწილი. არ არის პრობლემებზე საუბარი. არა, როგორ არის? მაშინ გეუბნებით, მაშინ აქედან უთვლი რეჟიმს, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნებზე მზაობას დაიწყებენ საუბარს და ტელევიზიებთან ყელის მოღერებას, მანამდე უპასუხონ მარტივ კითხვას. რატომ არ არსებობდა სპეციალური ტრაქტორი, რომელიც გაწმინდავდა გზას? ბატონო, ნაციონალური მოძრაობა საუბრობს, რომ ვინც მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ოცნების თამაშობსო, მათ შორის გირჩზე თქვას, იმიტომ რომ გირჩმა ღიად დააფიქსირა, რომ მონაწილეობენ. თქვენ ზიზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას, რომ ვინც მიიღებს მე რასაც ვიზიარებ, ოცნების არ მიჭირს საუბარი და კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ. 100 დღეზე მეტია აქტიურად 100 დღეს სრულდება უწყვეტ რეჟიმის, მანამდეც იყო პროტესტი. დგევართ ამ ხალხთან სტრატეგია აღმაშენებელი, რომელიც არის ქუჩაში გამოსული და ვიდრე ამ ხალხის მოთხოვნები არ შესრულდება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მოძალადეების დასჯასთან დაკავშირებით, ჩვენ არც ერთი სხვა საკითხის განხილვას არ ვაპირებთ. აქედან გამომდინარე გეკითხებით. ნახეთ, ანუ თუ არ აპირებთ, შესაძლოა რომ ოპოზიცია ვიხილოთ, არ ვერ ვიხილოთ. მე გითხარით დღის წესრიგი ჩემი დღის წესრიგი ახალი არჩევნები თუ არ დაინიშნა არანაირი თუ ჩემთვის არ არსებობს მე ჩვენ ვდგევართ ხალხთან ხალხს აქვს დაყენებული თავარი მოთხოვნა ჩვენ ფოკუსირებული ვართ ამაზე და ფოკუსის გადატანა სხვა მიმართულებით არ ვაპირებთ არც ხელისუფლებას არც პროპაგანდას თქვენ მასე ამბობდით რომ არც სანქციები არ იქნებოდა მაგრამ თითქმის ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ რეჟიმს დაუწესა სანქციები. მამკა ხაზარაძის ინიციატივაზე უნდა კითხოთ, რომელიც ამბობს, რომ მოთხოვნა ბარიერ გადააყენა ოპოზიციურმა კოალიციამ უნდა შექმნასო ცენტრი, რომელსაც უხელმძღვანელებს სალომე ზურაბიშვილი, რომ შეაფასოთ და რამდენად მიზანშეწონილ. ჩვენ გვჭირდება ორი ტიპის ერთიანობა. ისაუბრა ამაზე გიორგი ვაშაძემ, სტრატეგია აღმაშენებელი, ორივე ხელით უჭერს ხარს კოორდინაციას, ერთიანობას, რაც გინდა ცენტრს, რაც გინდა დავარქვათ, ორი მიმართულებით არის საჭირო ერთიანობა. ერთიანობა ქვეყნის შიგნით, რომ მოძალადე რეჟიმი მისგან გავათავისუფლოთ ქვეყანა და შექმნათ თავისუფალი მოქალაქეების ქვეყანა და ერთიანობა ქვეყნის გარეთ, რომ ყველამ ჩვენმა პარტნიორმა ნახოს, რომ რეჟიმი არის ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ იზოლაციაში. აი ამისთვის გვჭირდება ეს ყველა. სალომე ზურაბიშვილს რა როლი ექნება ამ პოლიტიკური ცენტრის არ ვიცი, ჩვენ როლებს არ ვინაწილებთ. სიტუაცია განსაზღვრავს, ვის რა როლი იქნება, იმის მიხედვით, ვინ რა ტვირთს აიღებს ქვეყნის მოძალადე რეჟიმისგან გამოხსნის საქმეში.
სანქციებთან დაკავშირებით გეკითხებით, ევროკავშირის პრესამსახურის ოფისი ამბობს, რომ ითვალისწინებენ ბალტიის ქვეყნების სანქციებს და საუბრობენ, რომ ევროკავშირი მზადა სანქციებისთვის, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველამ და პასუხი უნდა ააგოს პირებმა ძალადობაზე. ეს ინტერვიუ ჩაწერა ინტერპრეს ნიუსის რეგიონის ჟურნალისტმა და ეს ჟურნალისტი ფარადან გავიგეთ, რომ კეზერაშვილის ლობისტი იყო და მეთიუ მილერსაც ლობისტურ კითხვებს უსვამდა. თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ შეიძლება ეს ინტერვიუც ლობიზმის ნაწილი იყოს? ძლდება ტრის ხატი ისევე. მოკლედ, საინტერესოა მართლა. კიდევ საუბრობ, ხალხს დაგრეული აქვს სახლები, არც ერთ კითხვა არ დაგისვალთ. ამ გურიაში ადამიანი რომ იყო, მე არ მიყვარს სპეკულაცია. 9 დღე რო არ გაასვენეს თოვლის გამო, იმიტომ რომ გზა არ იყო, თოვლის გამო 9 დღე მიცვალებული ედოთ ადამიანებს სახლში და თქვენ მეკითხებით ფარას კანონის გამო ვიღაცა რომ სადღაც დარეგისტრირდა ეს კითხვა ხომ არ დასვა შემთხვევით ამის გამო ხალხო პრობლემა არ აქვს. ვეკითხებით მთავრობას, მუშაობთ გურიაში და ვეკითხებით. ჩემი აზრი არ გაინტერესებთ, არ გაინტერესებთ. აქ იმყოფებით თბილისში და გეკითხებით სხვა რამეს. მაშინ კითხვა მავარებ თვითმმართველობისთვის მზად რეჟიმს რომელმაც ყველაფერი საათივით აწყო რატო ეძახდნენ თოვლის მოსვლას სტიქიას 5 დღის მანძილზე და რატომ არ შექმნეს ჭაბი გაურბიხართ ახლა ჩემს რა კითხვას გაურბიხარ აბა ნიშნებს ხედავთ ამ ინტერვიუში მე თქვენ პასუხობთ უბრალოდ პასუხი არ მოგწონთ ახლა გავაგრძელებ ფიქსირებული რომ მეთიუ მილერს უსვამდა კითხვებს რომელიც იყო ლობიზმის ნაწილი და კეზერაშვილთან იყო კავშირში. არანაირი კონსპირაცია საქართველოს ირგვლივ არ არსებობს. არც ამერიკის შეერთებულ შტატებში, არც ევროპაში. ისინი არიან მეგობრები, რომლებიც ხარს უჭერენ 30 წელზე მეტია საქართველოს თავისუფლებას. ეს ტერი გამოიგონა ივანიშვილის რეჟიმმა, რომ არ ვისაუბროთ მის მიერ შექმნილ პრობლემაზე. მაშინ თქვენ ხართ ინფორმირებული ჟურნალისტები. დაგისვათ მათ მიკითხავს თუ ესე არ არის. დამისახელეთ ერთი პრობლემა, ერთი საკითხი, რაზეც რეჟიმი იღებს პასუხისმგებლობას. იცით ესეთი? არა მართლა გეკითხებით ერთი საკითხი მითხარით რაზეც ივანიშვილმა თქვა რომ ჩემი ბრალია არ არსებობს ესეთი რატომ მონაწილეობთ ამ პროპაგანდაში ხომ მარტივია ბაჩიაშვილთან დაკავშირებით პროკურატურა ითხოვს რომ გირაო რომელიც ბაჩიაშვილს შეეფარდა კრიპტოვალუტის საქმეზე ახლა პატიმრობით შეიცვალოს თქვენ იზიარებთ თუ არა ანუ როგორ აფასებთ ზოგადად ამ საქმეს უნდა შეიცვალოს თუ არა გირაო პატიმრობით მოკლედ არ გამომართლა ივანიშვილს არაფერში მარგველაშვილი მოიყვანაო, ცუდი კაციაო. კახარია ცუდიაო, სალომე ცუდიაო. მოკლედ ბაჩიაშვილი ჭკვიანი ნიჯერი ბიჭიაო, საერთოდ ის აღმოჩნდა მის წარმოდგენით ხო? ანუ თან რო გითხო ქართულ ოცნებას ივანიშვილის შეცდომა არ მოსდისო და ხა თქვენ მითხარით ბაჩიაშვილს თან დაკავშირებით ივანიშვილის შეეშალა ცუდი კაცია თუ ნიჯერი ბიჭია. ჯერ ამაზე მიყავს გირაოს შეცვლა პატიმრობით. მე არ ვიცნობდი აქამდე ბაჩიაშვილს, ვიდრე გეტყვი გავიცანი აქციებზე. დანარჩენი არ ვიცი საქმიანობას რაც შეეხება, რადგიცებულებებიც გამოქვეყნდა რომ ივანიშვილი პროცენტს თხოვდა და 1% დაუმატა 15 მერე ზემოთ და შესხი მისცა ეს ვნახე, ამის იქით არაფერი ამ საქმეზე არ ვიცი. სალომე ზურაბიშვილი მუშაობს დოკუმენტზე, რომელიც მალე წარადგინება საზოგადოებას და ამბობენ რომ სწორედ ამ დოკუმენტის ირგვლივ უნდა შედგეს ერთობავის დოკუმენტი ეხება ძირითადად არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს, ისე რომ არ იყოს საკანონმდებლო ცვლილებები, აი თქვენ თუ ეთანხმებით და თუ იქნებით ამის ხელმომწერი ჩვენ რაც საქართველოს ერთიანობას მოემსახურება, რაც ხალხის დაკვეთას მოემსახურება, სტრატეგია აღმაშენებელი ყველაფერს დაუჭერს ხარს. კარგი, თქვენ პატარა მეკითხავთ, ახლა მაინც თუ ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევის მიზეზებს, აი მაგალითად ამ ხალისებთან დაკავშირებით, არ გამოშვებასთან დაკავშირებით ასე. შეიკრა წრე, მიპოვეთ წრები. არასამთავრობოები, ოპოზიცია, ლობისტები და ზელენსკი, აი სად მივედით ხო საბოლოო ჯამში არ მონაწილეობ პროპაგანდაში რომელიც უკავშირდება უკრაინას რომელიც უკავშირდება არასამთავრობო ორგანიზაციებს პარტიებს ამ პროპაგანდაში მე არ გამოგადგებით სხვა რამე მკითხეთ კარგი აი ამ დოკუმენტს ამ მიზეზს მაინც თუ ეთანხმებით ეს რომ მაინც გითხრათ რაც შეეხება უკრაინას რაც შეეხება უკრაინას რაც შემიძლია გითხრა მადლობა უკრაინელებს რომ 3 წელი კბილებით იცავენ თავის ქვეყანას და რეჟიმს ჩაუმსხვრიეს რუსულ რეჟიმს ოკუპანტს ის კბილები რომლითაც აპირებდა საქართველოს დაგლეჯვას. მადლობა უკრაინას ამის. კონფლიქტი ის ამბობს რომ კონფლიქტი უკრაინაში აშშ-სა და რუსეთს შორის პროქსი ომია. თქვენ როგორ შეფასებთ მის ანუ
უკრაინაში ომი კი მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს ამერიკასა და რუსეთს შორის. ისევ რაღაცა იმაში ვარ კონსპირაციაში. ეს BlackRock-ის არის. აი ხა მაინტერესებს იქნებ BlackRock-მა დაიწყო ომი უკრაინაში. გახსოვთ რომ გურამაჭარაშვილი ძახდა რომ თავარი მტერი არის BlackRock. ეხლა აღმოჩნდა რომ პანამაში და ყველგან, რასაც ტრამპი იღებს გადაწყვეტილებებს ამ არხის დაბრუნებაზე, პორტების დაბრუნებაზე, ჩინური ინტერესების შემცირებაზე, თურმე BlackRock-ი ყოფილა მთავარი პარტნიორი ტრამპის. ეხლა რა გამოდის? ტრამპიც გლობალური ომის ძალების წარმომადგენელია? ეს კითხვა გურამაჭარაშვილს კითხეთ, აქედან წავიდეთ.